როგორც გამეჟონა ინფორმაციამ, ტრამპი და პუტინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა. ეს არის 28 პუნქტიანი მარაზმი, რომელიც პირდაპირ ნიშნავს უკრაინის კაპიტულაციას. შესაძლოა ამას ვიღაცებმა სხვა შეთავაზებული სახელები დაარქვენ, მაგრამ ამ 28 პუნქტის უდიდესი ნაწილი განსაზღვრავს იმას, როგორ უნდა ჩაბარდეს, ასე ვთქვათ, უკრაინა მთლიანად რუსეთს. არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, არ ვიცი დეტალებს რო გავყვეთ, მაგალითად ყირიმის და დონბასის რუსეთის ნაწილებად აღიარებას, უკრაინისთვის შორმანძილზე სროლის შეზღუდვას, იარაღის შორმანძილზე სროლას ვინ დაეძებს, ზოგადად რუსეთის სახელმწიფო ენად აღიარებასთან დაკავშირებით ეს მიდის საუბარი, გარდა ამისა მთლიანად სადაო ტერიტორიების გადაცემას, დემილიტარიზაციას რუსეთისთვის, რაც ვფიქრობ არის სრულიად მიუღებელი. მე ვიცი, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ამასთან დაკავშირებით ორაზროვანი შეხედულებები, მაგალითად, რამდენად გამოიწვია ეს ყველაფერი უკრაინის პოლიტიკური ელიტის მოქმედებებმა, რამდენად გამოიწვია ეს ყველაფერი იმან, რომ დასავლეთისგან რეალურად მოხდა უშუალოდ რუსეთის უფრო მეტად პროვოცირება, როგორც სახელმწიფოებს ახასიათებთ ხოლმე, მაგრამ ხეთი ხო წამით რა რუსეთს არავის პროვოცირება არ ჭირდება, თუ გადაწყვეტილებებს მიიღებს. შესაძლოა უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, პროვოცირება შესაძლოა ჭირდებოდეს, მაგრამ სხვის ტერიტორიაზე შეეჭრა შესაბამისად ეს არის ანექსია, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, რომელსაც იწყებს ერთი სახელმწიფო მეორეს წინააღმდეგ და ნებისმიერი საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, რაც მოხდა ხო რეალურად 2008-ში დაიწყეს ომი და ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში და ჩვენ უბრალოდ არჩევანი არ გქონდა რა უნდა გაგვეკეთებინა. მაგრამ კონკრეტულად უკრაინას შემთხვევაში შესაძლოა აზრები იყოს გაყოფილი, არ ვიცოდეთ ჩვენ კონკრეტულად რა დამოკიდებულებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა რომ პირადად ყველა ქართველს ინდივიდუალურად ვთხოვო, იმიტომ რომ ეს შემხვდა რამდენიმე ძალიან დამოწმებული მართლა რომ ნახე ისეთი პოსტები, სადაც იყო რომ ეხლა უკრაინის მომხრეების სათხართ გამოჩნდეთ თუ რაღაცა, ანუ შესაძლოა თქვენივე თანამოქალაქეებზე იყოთ გაბრაზებულები, იმიტომ რომ ფიქრობდეთ, რომ არარაციონალურად აზროვნებდნენ რაღაც გარკვეულ შემთხვევებში არარაციონალურად აზროვნებდნენ, რომელსაც შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივი შედეგები დაეყენებინა. ჯამში ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები გამოიწვია ჩვენი მხრიდან, რაც აგვეზიანებდა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მე მინდა გთხოვთ, რომ ჯერ ერთი უკრაინა არის ჩვენი მოძმეერი. გავიხსენოთ 2008 წელი. იქ მე მგონი უკრაინას არავის პროვოცირება არ მოუწევია, ხო? მაგრამ მისი პრეზიდენტი სხვა რამდენიმე 4 სხვა პრეზიდენტთან ერთად იქ იყო ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი, ასევე პოლონეთის პრეზიდენტი იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები თბილისში და გაჩაღებული ომის დროს, როდესაც რუსეთის ჯარი დაძრული იყო თბილისისკენ. მე კი გაჩერდა და აღარ შემოვიდა, მაგრამ ხომ იყო დაძრული და ხომ იყო ინფორმაცია გაჟონილი ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა. ამიტომ გთხოვთ, თუ ვიღაცაზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე და მის მხარდამჭერებზე ხართ გაღიზიანებულები, პირადად იმ ადამიანებს გაუკეთეთ კომენტარი და იმ ადამიანებს გაესაუბროთ. ამის გამო ნუ დავიდებთ ამ დიდ ცოდვას და დანაშაულს, მორალურ დანაშაულს ნურც ერთმანეთის და ნურც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. მე ვხვდები, რომ თქვენ უკრაინელებზე არ ხართ გაბრაზებული და მათთვის ცუდი არ გინდათ, მაგრამ ცოტა მეტად გავაანალიზოთ ის ფაქტი, რომ რეალურად ვის ვურყავთ და ვის ვაყენებთ ამ სიტყვებით შეურაცხყოფას. ხალხს, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სახელმწიფოს იბრძვიან. თუ გალანძღვებს ვურთ, გალანძღეთ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები და არა ხალხი. და არ განაზოგადოთ ეს ფრაზები, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება დააბნიოს, ვინც ამ ფრაზებს კითხულობს.